ხო, არ ვიცი მართლაც ეხლა აქციიდან რო ყოფილიყო ესეთი შემთხვევა, მე დარწმუნებული ვარ, ეგრეთ წოდებული NGO-შნიკები და ეგრეთ წოდებული ფემინისტკები გამოენთებოდნენ და დაიწყებდნენ, რომ აი ბავშვის უფლებები დაირღვა, ქალის უფლებები დაირღვა და მოხდა ძალადობა და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ, უყურეთ იქაც რომ იქაც კი არა, თავარი ფარისევლობა სად არის. თუ ეს ადამიანი განსხვავებულას გამოხატავს, უკვე ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ყველანაირი აზრი დაიბლოკოს და ყველანაირი რაც არ უნდა პრობლემა ქონდეს ამ ადამიანს დაიბლოკოს. აი ეს არის პრობლემა. ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემის წინააღმდეგ თუ წახვალ, ანუ მათი სისტემის წინააღმდეგ თუ წახვალ, მათი მტერი ხარ და აღიქვამენ როგორც მტრად. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი განსხვავებულ ხედვებს რეალურად ბლოკავენ. აი როგორც ეხა ეს ბავშვი გამოვიდა ეს ხაზარაძის ბავშვი და აბსოლუტურად რა ვიცი ამ წამების ტოლფასი სიტყვები იხმარა, რომ აი სიამოვნებას მიიღებდა, რომ ქოცების მხარდაჭერების აწამებდა და უარესად მოკლედ უარესად იქნებოდნენ. ანუ ესეთ ადამიანებს ახალისებენ, მიხვდით? ესეთ ახალგაზრდებს ახალისებენ. ხო და არ შეიძლება სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ამ ყოველივეში. უნდა ჩაერიოს სახელმწიფო. სახელმწიფომ უნდა მსგავს საკითხებზე, უნდა თუ არასრულწლოვანია ეს ბავშვი, უნდა დედას უნდა იბარებდეს, მამას უნდა იბარებდეს. რამ განაპირობა? იმიტომ რომ ეს ადამიანი პოტენციურად კრიმინალი გაიზრდება, იმიტომ რომ მას შინაგანად ამოძრავებს, ანუ ცუდი სიბოროტე და ესე ვთქვათ ადამიანის მიმართ ანტიპატია აქვს, მიხვდით? და ადამიანის მიმართ სურვილი აქვს, რომ ადამიანი გაანადგუროს. და შესაბამისად, ესეთი ადამიანები ყოველთვის არიან საზოგადოებისთვის საშიშები. ანუ კრიმინალები არიან და სახელმწიფო უნდა მუშაობდეს სპეციალური ორგანოები, რომელიც შესაძლებელია პოლიციას ყავდეს მიბული, როგორც ადრე იყო ხოლმე, მაგალითად ეგრეთ წოდებული ბავშვთა ოთახები, მსგავსი რამე უნდა იყოს და უნდა მუშაობდნენ ამაზე. სავალდებულო უნდა იყოს. იმიტომ რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ ფსიქოლოგი, ფსიქიატრები სჭირდებათ. და პირველ რიგში მშობლებს სჭირდებათ აღზრდა. როგორ შეიძლება რომ ესეთ ადამიანს აი ესეთ ბავშვს ყავდეს მშობელი და მშობელი ესეთ რაღაცაზე არ რეაგირებდეს და თავზე ხელს უსვამდეს, რომ ვაიმე შენი ჭირიმე რა კარგად გამოხოდი და რა კარგი სიტყვა წარმოთქვი. ამიტომ გონსმოდით ესეთი ესეთი საზოგადოების გამოყვანა უნდათ, ფაქტია დასავლეთს და გამოიყვანა კიდევაც, მიაღწია კიდევაც და არამც და არამც ეხლა არ უნდა გადავწყდეთ. ეხლა უნდა ვიყოთ ისე მაგრად, როგორც არასდროს. თუ ეხლა გადავწყდით, ხომ, მთელი ჩვენი თაობა, მომავალი თაობა და შეიძლება ჩვენც კიდევ აი ესე მიგვაბრუნონ და აი ამ ბავშვით მხოლოდ და მხოლოდ ბოდიში და დედის პროჭის გინება გქონდეს, ტელევიზიების მეშვეობით და სხვა არაფერი.